დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები მომავლის ბანაკში დაისვენებენ დღეს ბანაკს მოზარდების მეორე ნაკადი ეწვია. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოს და მის გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა. მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება. მომავლის ბანაკი ანატლიაში 5 ივლისს გაიხსნა. ამ ბანაკში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ის 50 ბენეფიციარი დაისვენებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მომავლის ბანაკში ანატლიაში დღეს მეორე ნაკადი მიემგზავრება, რომელშიც სხვებთან ერთად იქნებიან 300 დანაშაულის პრევენციის ცენტრის 10 ბენეფიციარი. ჯამში ჩვენი ცენტრის 50 ბენეფიციარი დაისვენებს აღზრდილს ანატლიაში. ეს მომავლის ბანაკის მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ მეორე ნაკადი იღებს და მნიშვნელოვანია თვალსაზრისითაც, რომ უკვე ერთვება დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებული კანდიდატურები, ანუ მოზარდები და კიდევ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთდროულად 16 ქალაქის მოზარდები თავს მოიყრიან ანატლიის მომავლის ბანაკში.